ნატო, იგივე ნატალია გაგნიძე. სამუშაო გრაფიკი ტრადიციულად დაძაბული და დატვირთული. თამთუსი გამარჯობა. დღეს ვაკეთებ დღეს. დღეს დოკუმენტურები გვაქვს ორი. კიდე? მისი დღე სერიალების და ფილმების გახმოვანებით იწყება. ქართველი მაყურებლისთვის ნატო გაგნიძის ხმა ყველაზე ნაცნობია. ყოველთვის იდეალურ ქორწილზე ვოცნებობდი. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. მერე გავხედე, მუხლებზე იდგა. ბეჭედი ეჭირა და მითხრა, მთელი გულით მიყვარხარ და ცოლად თუ გამომყოფიო. თავადაც არ ახსოვს, რამდენი პროფესიის ადამიანი აალაპარაკა ქართულად და რამდენ შეაყვარა ამერიკელი, ბრაზილიელი, თურქი და მექსიკელი პერსონაჟები. ეს რაღა არის შუშა? ჩემი რომ მეასხელში. მოგვიანებით კი ძალიან რეიტინგულ სერიალებში თავად შექმნა მაყურებლისთვის საყვარელი პერსონაჟები. დღეს განსაკუთრებით პოპულარულია მისი გმირი თავადური სახელით და გვარით. ქეთევან ორბელიანი სერიალიდან ტიფლისი. საით ქეთევან? აკაკის უნდა შევხვდე მუშტაედის ბაღში. რა, სტამბასთან დაკავშირებით რამე პრობლემა ხომ არა? არა, ყველაფერი კარგად არის უბრალოდ. ალბათ ცოტა ფული კიდევ დაგჭირდება. ფული არ არის პრობლემა. ხო, მაგრამ დღე-დღეზე სტამბას ვხსნით და წერალი კიდევ არ ყვავს. კარგი, ქალთა უფლებებზე მე დავწერ, მაგრამ ქვეყანაში რაც ხდება, იმაზე ვინ დაწერს. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მზად არის ახალი როლის მოსარგებადაც. თან თulis რომ ყველასთვის, განსაკუთრებით კი ქალბატონისთვის, თავის მოვლა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცედურებს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, კვირაში ერთხელ მაინც ახერხებს საკუთარი თავი გაანებივროს. ჩემთვის ახალი გამოცდილება, ასე ვთქვათ, სატელევიზიო გადაცემის წაყვანა, პირდაპირ ეთერში მუშაობა. თქვენ ჯადოსნური ნიღბის საშუალებით, პროცედურის საშუალებით თუ კარგად გამოვიყურები, ნამდვილად თავდაჯერებულობას შემატებს. დროის დეფიციტი აისახება შვილთან ურთიერთობაზეც, მაგრამ ნატო ამ პრობლემასაც წარმატებით უმკლავდება. ნატოსთან ძალიან გახსნილა და ყველანაირად შემიძლია ვილაპარაკო და ადრე მითხრა ძალიან პატარა ყავ რომელიც მთელი ცხოვრება ჩემი რამდენი წლის მე ვარ, მაგრამ მთელი ცხოვრება მადგება ასეთ ისე რომ არასდროს არ მოგექცე ისე არა შეგარც არ გინდა რომ შენ მოგექცენ და ამიტომაც ძალიან ყოველთვის კარგად გამოდის ურთიერთობა ამით გამო სხვა ხალხთან. მე-19 საუკუნის ტიფლისიდან ნატო გაგნიძე 21 საუკუნის შუადღეში გვხვდება. მე მგონი რომ ყველაფერი კარგად იქნება. მალე მიხვდებით რომ ნატო ერთგული ადამიანია. მიუხედავად საქმისა, შუადღის ახალი წამყვანი ახალ ამპლუას იდეალურად მოირგებს.